რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პოლიტიკის პროექტის მართე შენი ქალაქის მორიგი ეტაპი დაიწყო. პროგრამას რუსთავის მერია მუნიციპალიტეტის მუშაობაში ახალგაზრდების ჩართვის და კარიერული განვითარების მიზნით ახორციელებს. პროგრამის ახალი ეტაპის მონაწილე სტუდენტებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ერთად შეხვდა. ახალგაზრდების სტაჟირების პროცესში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის მუშაობას გაეცნობიან. მართე შენი ქალაქის ფარგლებში რუსთავის მერიაში 60-ზე მეტი რუსთაველი ახალგაზრდაა დასაქმებული. გაზრდილია ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება მუნიციპალური სერვისების შესახებ გაიგონ კიდევ უფრო მეტი. აგრძელებთ მნიშვნელოვან პროექტს მართე შენი ქალაქის მე-11 ეტაპს, რომელიც მოიცავს მუნიციპალური სერვისების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას ახალგაზრდებისთვის და ასევე მათი საჭიროებების კიდევ უფრო კარგად დანახვას, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავგეგმოთ ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებით ორიენტირებულია ახალგაზრდების განვითარებაზე. ნებისმიერმა ადამიანმა, განსაკუთრებით სტუდენტმა, უნდა გამოიყენოს ნებისმიერი შესაძლებლობა იმისთვის, რომ იყოს მეტად ინფორმირებული, ქონდეს მეტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს მისი ქალაქი იმისთვის, რომ განვითარდეს არა მხოლოდ ის, არამედ ზოგადად მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობა ამ ყველაფრისთვის, რაც შეხვედრაზეც კარგად გამოჩნდა. ჩემი მიზანი ამ პროექტში გაწევრიანების ის იყო, რომ უფრო მეტად ახლოს ყოფილიყავი იმ საჯარო სამსახურებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ჩვენს ქალაქში და ჩემი მიზანი ის არის, რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში კარიერულად განვითარდე.